ორი წლის უკან 26 სექტემბერს ჩემი შვილი ვასიკო ციკლაური თავისმა კლასელმა დათო ბურდულმა გაიყვანა სახელიდან და იმის მერე აღარ გვინახია. აი დღემდე სადღარ მივედი ჩვენს პოლიციასთან თვითონ საქართველოს ყველა სტრუქტურებთან და დღემდე არაფერი არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარია ჩვენი შვილი ვასიკო ციკლაური. პოლიციამ გითხრა რომ ვეძებთ და რანაირად ეძებენ და რაიმით ეძებენ მე ვერაფერს ვერ აღვიებული. როგორ ეძებენ მარა იქ უნდა სადღაც წასულიყო ბავშვი ჭიდაობდა წესიერი გინა სკოლაში მასწავლებელთან მეკითხოთ გინა საწეგინა მეკითხოთ ბავშვი იყო წესიერი ბავშვი ვარჯიშობდა სპორტსმენი ჯამთელი და დაიკარგა 2 წელი 14 წელს ახლა 17 წელს ახდება 7 ნოემბერს 14 წელსა დაიკარგა 2 წელი ხდება 26 სექტემბერს მე მინდა მივმართო დამეხმარეთ შვილის პოვნაში და შვილი მინდა რომ ვიპოვო რამდენჯერმე მივმართე პროკურატურაში პრეზიდენტის აპარატში სულ შევიტანე განცხადებები პარლამენტში და მეუბნებიან ვეძებთ 115 მუხლით არის აღძრული ჩვენი საქმე რა ქონდა იმას 115 რატო აღძრეს მაგაზე საქმე ეგეც საიჭურო ნახევარი წელზე მეტია ჩვენს ოჯახში არც პოლიცია მოსულა ან საქმე ვისაც აქვს პროკურატურას ერთი ადამიანი არ მოსულა რომ ეთქვას რომ აი ეს თქვენი საქმე ესე მიდის და ეს გამოძიებით მის ის იმად მაინც არ აღივართ რომ მოვიდნენ და თქვან რომ აი თქვენი საქმე მიდის საერთოდ არავინ არ მოდის პოლიციას ვთხოვეთ დახმარება მაშინვე გავაგებინეთ როცა ჩემი შვილი სახლში არ დაბრუნდა მაგრამ ვერც პოლიცია ვერაფრით ვერ გვეხმარება თუ არ გვეხმარება არ გამოიძიეს არ ვიცი გენერალურ პროკურატურაში რამდენჯერმე შევიტანეთ განცხადება ვითხოვთ დახმარებას გამოიძიონ ეს საქმე ეს არის გამოსაძიებელი ეს ბავშვი ესე უყვალოდ სად უნდა გამქრალიყო ან ცოცხალი უნდა გამოჩნდეს ან არანაირი პასუხი არ არის სამინისტროდან არანაირი პასუხი არ არის გენერალური პროკურატურიდან ჩვენ პირადად ვიყავით გენერალურ პროკურატურაში მე თვითონ ვიყავი და ესეთი რაღაცაც გვითხრეს რომ თქვენ მადლობლებიც უნდა იყოთ რომ თქვენმა პროკურორმა რაიონის პროკურორმა საქმე აღძრა იმიტომ რომ ესეთ რამეზე რომ ბავშვი გადის სახლიდან და საერთოდ ადამიანი გადის სახლიდან და იკარგება ამაზე საქმე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება ამ ბავშვმა კლასელმა როცა მოვიდა 12 საათისთვის გავიდნენ სახლიდან 3 საათისთვის მოვიდა ეს ბავშვი ძაღლი რომ მოგვიყვანა და იკითხა ვასიკო ხო არ მოსულაო არა მეთქერთად არ იყავით გასულები და ვასიკო მითხრა რომ შენო იქით წადიო ადგილი მიმითითა ხელით და მეოთხის კი ავალ სახლშიო რა გზითაც გადავიდნენ ორივე ტყეში რა გზითაც წავდნენ ისევე იმ გზით უნდა მოსულიყო ჩემი შვილი ხო სახლში და ყოველწუთს ველოდებოდი როგორც ამ ბავშვმა მითხრა მოდიოდა სახლში ჩემი შვილი მაგრამ საღამოს რო არ მოვიდა და დავიწყეთ ძებნა და მე ვკითხეთ ამ ბავშვს რომ რა იქნა ერთად იყავით გასულები მაშინ თქვა რომ ტყეში წავიდა თოფის ხმაზე თოფის ხმა იყო სამჯერ ძაღლი წაიყვანა დასაგეშად და მე ტყეში სახლში წავედი მე აღარ გავყერი იმიტომ რომ სასწავლი მქონდა გაკვეთილები სკოლისთვის მოსამზადებელი ვიყავი და აღარ გავყრებიო და სახლში წავედიო. და აბა ძაღლი საიდან აღმოჩნდა ამ ბავშვთან თუ თქვენმა შვილმა წაიყვანა ძაღლი? ძაღლი საიდან აღმოჩნდა ჯერ გითხრა რომ მოსულიყო ჩემთანო კარებთზეო აფხაჭუნებდაო ამ ხაჭუნის ხმაზეო გამოვედი გარეთო და ვნახეო რომ ძაღლი მოვიდაო. და 2-3 დღის შემდეგ კიდე თქვა რომ უბანში დარბოდაო რომ გამოვიხედეო დავინახეო ძაღლებიო დასდებდნენო და წამოვიყვანეო მაშინ სახლში. ვერ გავიგე ამ ბავშვის სიმართლე.